და შვილებო, რომელიც ყველა თქვენთაგანისათვის, როგორც პედაგოგებისთვის, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი დღე არის, მე მინდა სულითა და გულით და დიდი სიყვარულით დაგლოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, გრძელობა. თქვენ თვალიდან გადიხართ დიდ ფართო გზაზე, რომელსაც ცხოვრების გზა ქვია. რა თქმა უნდა, ცხოვრების გზა იყო ისეც, როდესაც თქვენ სკოლაში მიდიოდით და სწავლობთ. მაგრამ ეხლა უფრო ფართო გზა გაქვთ წინ, იმიტომ რომ წინ კიდევ უფრო დაუღალავი შრომა გიწევთ უმაღლეს სასწავლებელში, რათა თქვენ გამოხვიდეთ ჩვენი მომავალი ყველა დარგის სპეციალისტები. თქვენ ახართ ჩვენი ხვალინდელი დღე და დღევანდელი დღე თქვენთვის დაუვიწყარი იქნება, არის, იმიტომ რომ იმას თქვენ რასაც ვერ გრძნობდით დღემდე სკოლაში, აი იმ სიყვარულს თქვენ და მი მასწავლებლების სიყვარულს თქვენ და მი ვერ გრძნობდით იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომ გაკვეთილები ყოველთვის უნდა ხუთიანებზე გწოდნოდათ. თქვენ ამას მომავალში იგრძნობთ და ამისათვის ეს იქნება თქვენთვის დაუვიწყარი. მე გისურვებ თქვენ, რომ თქვენი გზა ნათელი ყოფილიყოს, ცხოვრება რთულია, მაგრამ რომ თქვენ ვაჟკაცობა ის არის, როდესაც სირთულეს გადალახავთ. მე გისურვებთ კარგ სწავლას, კარგ მომავალს, კარგ ბედს და იღბალს შემდეგისთვის, მაგრამ რაც მთავარია ერთი რამ ვიცოდეთ თქვენ, რომ სკოლა ეს ძალიან თბილი მეორე ოჯახი არის. მასწავლებლები მეორე მშობლები არიან, რომლებმაც 10 წლის და 11 წლის განმავლობაში თქვენთან მშობლიური ზრუნველობა გამოიჩინეს და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თქვენ კარგად გესწავლათ. ეხლა მე მინდა კიდევ გითხრათ ის, რომ თქვენთვის სკოლა დაუვიწყარი ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მასწავლებლები. მე უნდა გითხრათ სიმართლე, რომ ძალიან დიდხანს, სანამ მე წავედი რუსეთში სასწავლებლად, რომ ჩამოვედი კიდევაც დიდხანს ჩემს მასწავლებლებს მე ვაკითხავდი სკოლაში, როდესაც მე თვითონ მამა ვიყავი და შვილების პატრონი ვიყავი და ვკითხულობდი თუ როგორ არიან ჩემი ყოფილი მასწავლებლები. და ესე თქვენ არ დაივიწყოთ ისინი, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, მათ თქვენდანი გქონდათ ის მშობლიური სიყვარული, რომელიც აი მშობლების შემდეგ რომ არის. მერთმა დაგლოცოს, მერთმა ბედნიერი გამყოფოს და მე მინდა თქვენ ესეთი საჩუქარი მოგართვათ ყველა თქვენთაგანს. ეს არის ღვთისმშობლის ხატი საგნის საფრთხოს ჟულის სწავლებაზე, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრების გზა აუცილებლად უნდა იყოს ქრისტეს სიყვარულით მოფენილი. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აქ წერია ყველაფერი, ქრისტეს მცნება, ლოცვები და ეს აუცილებლად ჩვენ ამოგადგება თქვენი ცხოვრების მართვის ქრისტეს ჯვარი და მე მინდა რომ აი აქედან დავიწყებ და ყველას გაგმოს.
კარგი ადამიანია და ნამდვილად მინდოდა რომ ამისთან პედაგოგთან ყოფილიყავი. არ მარტო დაგვისვა და არის სულიერი ადამიანი ჩემთვის. და ამზადებდა მას ერით აკეთა. პირველი შეკითხვა. თული ცოდვა უკმად ცხოვრებას თუ არა? განადა. უკმად ცხოვრება ხო იცოდა? დარმაი. თული ცოდვა თული თუ არა? ახო არა. Noi magari non sappiamo უსაკურობა ცოდვა ზოგი ისე რაღაცა და უსაკურობა რაც მე ამიქია და კანონში ფანრატი მეორე შეკითხვა რომლისთანაც თანამდებობისას. ესე იგი რა პროფესიის არჩევა გისმა? აი თქვენ დაიწყეთ. თქვენ? ხალხო მე ვიცი რაღაც ამდენ ეკი აუცილებელი არა ეს პროფესია ქონდეს კაცს.
უნდა იყო კაცური და იარო თავის. არა, ამ შემთხვევაში შენ რა გინდათ? სკოლის დამთავრების შემდეგ რა თაპირე? უმაღლესი ჩაბარი. რა უმაღლესი? ეკონომიკა. შენ ეკონომისტობა გინდა? შენ მე გოჩა მეთაურობ, არა? შენ ნიკოლას საფრანგეთში. შენ მე ეკონომიკა. მე შეჭამე კაცო. გრამატიკა შეგეკერია, ხარჯი. ეს მე ვიდა ხე მომავალ პრობლემები შეგეკერია. პირველი შეგიკვა, ისინი. ხომ არ კერბო და ხომ არ გაქვს სული ჩეულება, რომ ყოველივე შენ ნებაზე დაადგინოთ. ეს არის 1854 წელს უსმინდესი სინოდის მიერ შედგენილი კითხვები. გაიგე? დავიწყოთ ნამაზნამ. ესე იგი ხომ არ კერბობ და ხომ არ გაქვს სული ჩეულება, რომ ყოველივე შენს ნებაზე დაადგინოთ. დამჯერა საუთავი. კარაკილი. გერბო? მამა არის. გერბო. მე ნახევარ და შე? ანუ დაძინი ხარხა. არა. იმიტომ შეიძლება რეჟისორი უბრალოდ ნუ კინოს სამყაროში. ო აი ეგ. ლალი. Ani laiko ეს გოგონები გასვლა. გოგონები იმ კლასის გოგონები და თქვენ გადაიწით. ორი ხალხი. მე ნახე რომ რაღაც შეთხევდა იყავრობა და მე თქვა შემიშალა გასვლა. კი არ დამიხვიეს, მაგრამ სიმღერის არა, შეკითხვები მივედი. ისიც 1945 წელს მიმართება მასწავლებლებს შეკითხვები და ეს შეკითხვები ამოვიწერეთ ჩვენ და ეს ბავშვები პასუხობდნენ და ეს ჩავიწერეთ. და ეხლა ბავშვებს უნდათ რომ გამოგემშვიდობოთ, რადგანაც დამინახეთ რომ ჩვენ მიდიხართ. ბიჭები არიან ისადა ჩვენ უნდა წავიდეთ. დიდი მადლობა რომ მოგზაურობთ და ასე მე მადლობა სამადლობა. მე თვითონ ძალიან მინდოდა მოსვლა და ვფიქრობ რომ კარგი იყო რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ჩემი სურვილები არის, ჩემი დალოცვა არის რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერი. ერთმანეთი არ დაივიწყოთ. სკოლის მეგობრობა, სკოლაში გატარებული დღეები დაუვიწყარია, რა თქმა უნდა ინსტიტუტშიც, მაგრამ განსაკუთრებით სკოლის კედლები, სკოლის მასწავლებლები, კიდევ მე ხაზს უსვა აი მასწავლებლების ამაყს, მასწავლებლების შრომას, რომლებიც დედობრივ ზრუნვას იჩენდნენ ჩვენს მიმართ, არასოდეს არ დაგიწყეს. მოიხდინეთ იმღერე ეს სიგნები რომ მოგიტანეთ იქ ლოცვები ისწავლეთ. თქვენ გაიulis მრავალი ყველას თავისი უწერია რო იტყვია, თქვენ გეკნებათ და გეყოლებათ თქვენი ოჯახები, გეყოლებათ თქვენი მომავალი სამომავლობა, თქვენ თვითონ იქნებით მშობლები და თქვენი მომავალი თაობა თქვენ უნდა აღზარდოთ რწმენი, ქრისტეს რწმენი. იმიტომ რომ რწმენის გარეშე ადამიანის ცხოვრება მძიმეა, რთულია და იმისათვის რომ თქვენი ცხოვრება იყოს და თქვენი მომავლების ცხოვრება იყოს უფრო ასე თქვათ იოლი არა, შრომა უნდა ყველაფერს, მაგრამ ეს ქრისტეს რწმენა და ლოცვა ყოველთვის ხელს შეუწყობს მათ ბედნიერებაში. მერცმა დაგლოცოთ, მერცმა გადახდეთ.